უკაცრავად. მეგობარ, შეგიძლია რომ ვიდეო გადამიღო რაღაც პროსტო მჭირდება და კოჭებს დაგიხვდეთ და ხელის გულზე გატარებ ბუს. ბიბლია. შოულებს დაურეკოს და უთხრას რომ გოგო დაორსულეო. აი ავისე ესეთი ისტორია მოყევ, მაგრამ მაინც არ მჯერა. გითხარი რა ხდება? არაფერი ძმაო, გადაღება. არა ძმაო, დაიკი. ბროები, მოგესალმებით, ეს არის მორიგი ეპიზოდი და ჩვენ ვაგრძელებთ არჩერდებით ყოველ კვირა დაიდება ვიდეო. თქვენ კი თუ გამოგვიწერთ, გაგვახარებთ, ზარგზგილს თუ მონიშნავთ, უფრო გაგვახარებთ, თუ გაგვიკომენტარებთ, კიდევ გაგვახარებთ. რეაქტიურეთ მოკლედ. ხო რა, გაიხარიო და მეხმარე. ვინ იტყვებას ისევ თამაშობთ, შეგახსენებთ ერთ იმას თამაშის წესებში. ცვლილება რომ შევიტანეთ, ალბათ გახსოვთ, მაგრამ მაინც ყველაზე მეჯერ ვინც დამარცხდება, ის შეასრულებს და მე დავალებას, ან ჩათლახკობას, ან კარგს არ ვიცით. რაც შეეხება წინა ვიდეოში ვინც დამარცხდა, აი იმ ადამიანის დავალების შესრულება იქნება ამ ვიდეოს ბოლოში. ანუ ზოგადად ეგრე იქნება სულ. კარგი, მოდი დავიწყოთ. პირველი რაუნდი. USA, ამერიკა. ლაპლანდია. ნიუ-ზელანდი. ახალი ზელანდია, დავაკონკრეტოთ. კითხვა რა იყო? სადაც ახვიდოდი ნებისმიერ ადგილას რომ შეგეძლოს ტელეპორტაცია. მსგავსი კითხვა სხვათა შორის გქონდა ჩვენ რომელიღაცა ეპიზოდში. არა, ტელეპორტაციაზე არ ვიყავ. ტელეპორტაციით არა, წასვლაზე იყო. მაშინაც ამერიკა დაწერე. და სხვათა შორის მგონი იმპოსტერი იყავი. მე რა ლოგიკი წავედი, იცი? სხვათა შორის მინდოდა ახალ წელს წასვლა ლაპლანდიაში და იმდენი ხანი უნდა იმგზავრო, სიალის ნახვა გვინდოდა მედათიკას და იმდენი ხანი უნდა იმგზავრო და იმდენი ხანი უნდა იყო გზაში და იმდენად ძვირია დედაფეთქებული, რომ ну პირველი მაგ ლოგიკი წავედი, რომ არა ბიჭო. ძალიან ძვირი იყო ძმა. ძვირი ყველგან ძვირია, მაგრამ რთულია არ გამიგია. ну ჩემთვის რთული არის რო ღირს 10000 евро ერთი ეგ და მეორე გადაჯდომა რო გიწევს, ანუ პირდაპირ ფრენა არ გვაქვს. მე იმ ლოგიკით წავედი, რომ რა არის ისეთი, სად არის ისეთი ქვეყანა, რომ ძალიან ლამაზი იყოს და ძალიან რთულია მან რა ხდება ახალ ზელანდიაში? ხობიტები მან გადაიღეს. აი ეგრე ხორვატიაში გადაიგეს სამეფო კარის თამაშები დიდი ამბავი. ეგრე ნორვეგიაშია ყველაზე მაგარი ბუნება. 3, 2, 1, გიორგი. კარჩ მე არ ვიყავი და მე მგონია რომ კოსტა იყო. კოსტა შენ იყავი? კოსტა იყო. რა იყო შენი კითხვა? რომელი სამზარეულო მოგწონ საქართველოს გარდა ყველაზე მეტად? ამერიკას ასამზე. USA-ში. რა ამერიკა, ბიჭო? ბურგერები მომწონს ყველაზე მეტად, ანუ ბურგერიც არა. ბურგერი ვაფშე არ არის ამერიკული. ხო, კაი, სტეიკები და ბურგერებით იკვებება ყველა მანდ და მაგითო დავწერე. პირველი რაუნდის დამარცხებული კი ვართ მე და მიშა. -1 ჩვენ გვაქვს. თქვენ კი არხი გამოიწერეთ, ძალიან გაგვახარებთ. რაღაც ზარგზგილა კი ოკოსტა სულ ამბობს და ეხლა მე ვიტყვი. და მოდი გავაგრძელოთ, აბა? 15. 6. 15. 6? კი, კიდე მოგიყვა ისტორია. გაჩი, ამაინტერესებს, გაჩი. კითხვა რა იყო? პირველი ქრაში რა ასაკში გქონდა? მოგიყვები რა? გეხვეწები. მიდი მომიგები. ანუ პირველი სახელიც მახსოვს და ვიტყვი, იმიტომ რომ ეგოგო რომ ჩემ ხდეს ქუჩაში ვერ ვიცნობ, მაგრამ ნინო ერქვა. ჩემი მეზობელი იყო. და ანუ იცი როგორი მეზობელი იყო, აივანზე გადაყოფდი თავს ფანჯრიდან, გვერდითა იყო რა. და მახსოვს რომ მაგ გოგოს ქრაშავდი, გვარი არ მახსოვს, სახეზე არ მახსოვს, სახელი მახსოვს რომ ნინო იყო და რამდენი წლის იყო? ჩემ ხელა იყო დაახლოებით. ანუ 2-6 წლის იყავით. ну არ ვიცი ზუსტად რამ შეიძლება 5-ის იყო ან 7-ის იყო, მაგრამ ну მე 6-ის ვიყავი, პირველ კლასში ვიყავი და მაგ დროს თმაც მქონდა და მახსოვს რომ სანამ ესე ფანჯარაში გავიხედებოდი ხოლმე იმისთვის რომ ჩემი ქრაში დამენახა ახლოდან თმას ვივარცხნდი ხოლმე საგულდაგულოდ. ვაიმე, ეხლა დასავარცხნი არაფერი მაქვს, არც ქრაში მყავს. ვაიმე, რა საყვარელი ყოფს. მაგარი, აი ავისე ესეთი ისტორია მოყევ, მაგრამ მაინც არ მჯერა. მიშა, აბა შენ თქვი ერთ წამს? გამახსენდა რომ ბაღში როცა ვიყავი, მაგრამ даже 6 თვის არა, 1-4-5-ის ვიყავი. თქვენ რა იყო ბიჭო რა? მე პირველი აი 15 იმიტომ დავწერე რომ აი ეგ კარგად მახსოვს. ისეთ პერიოდში მაგრამ ნახე, კითხვა, გიორგი, კითხვა ხო არ იყო რომ აი სერიოზულად მოგწონდა და რაღაც. ну ქრაშავდი რა, ბავშვობის ქრაში. რავი ხა ბავშვობა. და ბავშვობაში 1-4-5 წლის ვიყავი მეც. კოსტა ვისფიქრო ვინ არის იმპოსტერი? და მოდი მე მიგენდობ, იმიტომ რომ ისეთი კაი ისტორია თქვი რომ აი მომდი არ არის რომ შენზე თქვა ხელი დაგადო. თვითონ რო იყოს ახლა. კაი, გენდომზე ისევ გიორგის დავადებ ხელს. არ ვიცი რატომ, ან უბრალოდ ვადებ, არანაირი არგუმენტი არ. აი მაშინ მე დამადე და მიშა შენ. მეც შენ დაგადებ, იმიტომ რომ იმ შენი ლოგიკით წავა. 3, 2, 1, გიორგი. აუ შენი ინტუიცია. შენ იყავი ხო? მე ვიყავი. დაწერეო რიცხვიო 10-დან 15 ჩათვლითო რა. რა იყო გუმა გიგზნო ეს დედაფეთქებული რა იყო. კარგი მეგობრებო, ეს იყო მეორე რაუნდი. ჯერჯერობით ყველაზე მეტი -5 მე მაქვს, მე მიშას და კოსტა ჯერჯერობით კარგად მიდის. და
ხო, არხი სულ უნდა გავიძახო რა, მითხრეს რომ თქვიო რა, ყოველი რაუნდის მერეო და ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ არ თუ გამოიწევთ, გამახარებთ რა და თუ გააზიარებთ და თქმა შეჩემო ცოტა ომახიანად თქვი. რატო ომახიან ისე თუ თქვი რა, არ გამოიწერენ? ხო, მაგრამ უყურე ყველა იუთუბერი ამბობს რომ გამოიწერეთ. აი, გამოიწერეთ ჩვენ აი ეგრე უნდა თქო. დაახლოებით. აი ეს ბატ. 11. ნო, მე რა მიწერია? 12 გიწერია. 12. 12. კითხვა რა იყო? საუკეთესო დრო დარბაზში წასასვლელად. საუკეთესო დრო დარბაზის ასასვლელად. 12 საათი. 12 საათი მე და კოსტას დაგვეთქვა, იმიტომ რომ იდეალური დრო არის სასიარულო. სუბიექტურები ვართ რა, დილით ახალგაღვიძებული არ ხარ. ენერგია ჯერჯერობით გაქვს, ანუ აი სამსახურში არ დაღლილ ხარ, არაფერი გიკეთებია. წადი დარბაზში, ივარჯიშე, გააგრძელე დღე. აი მე ვფიქრობდი, სანამ დავწერდი კი ვსაუბრობდი, მეორე ვარიანტი მქონდა საღამოსკენ 8-9 საათი იმ ხრივ, რომ დარბაზში თითქმის არა, ანუ 8-ზე არიან იდეაში, 9-ზე არავინ არ არის და ძალიან ჩილ სიტუაციაა. მაგრამ დაღლილი ხარ. ხო, დაღლილი ხარ. იმდენად პროდუქტიული ვარჯიში ვერ გაქვს. და მე ძალიან მისწორდებოდა, ყველაზე კარგი დრო იცი რა არის? ღამის 12 პირველ საათზე. აი დაღლილობა თუ არ გაწუხებს? ხო, აი კაციშვილი რო. კაციშვილი რო არაა და მარტო შენ. აი თუ ვინმე ყოფილიყარ ეგრე დარბაზში, სხვათა შორის თუ ხალხი არ გიყვართ, რჩევას მოგცემთ 2-დან 4-მდე. ხო, 2-დან. საერთოდ არავინ ხო, მაგრამ უნდა გიწყავდეს ეხლა რაღაც ყველა ჭამს ან რაღაცა. 12-ისთვისაც არაა ხოლმე ბევრად ხალხი დიდად. გააჩნია სად? კარგი, მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ რა, იმიტომ რომ ისეთი პასუხები არის გაიწერება და 3 2 1 მიშა. მე არ ვიყავ. იმიტომ რომ მე ვიყავი, მადლობა კოსტა რომ ასე დაგვიმდი. ჩემი კითხვა იყო ყველაზე hot გოგოები რომელსაც დადიანო. მე ვფიქრობდი What? მე ვფიქრობდი 6-7 დამეწერა, მაგრამ დავწერე არა ძმაო, ეს უსინდისობაა, იმიტომ მოიტყუე. რატო? იმიტომ მოიტყუე რომ 12 საათზე არ დადია. გოგო საერთოდ არ დადის. 12-ზე გოგოებს ძინავთ, 12-ას ჰოთებს. ბიბლია. ბიბლია? როგორ? ბიბლია. რა ბიბლია? არა, გავიგე უბრალოდ რა ბიბლია. იარაღი. კატანა. კითხვა რა იყო? საუკეთესო ნიუტი ზომბი აპოკალიფსის დროს. ბიბლია რატოა საუკეთესო ნივთი? რატომ არ არის? არა, ესე არ მუშაობს, რატომ არ არის გას? რატოა? იარაღი გეტყვი რატოა? ეს ვიკლავ, კატანათი ჭრიკლავ და ზომბს ბიბლიით რას უშვები? ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრები? აი ხა ერთ წამს კრეხელობაში არ ჩაგვითვალონ ერთ წამს, ანუ ისე არ გამოგვივიდეს, რომ რაღაც ანუ პროსტა უბრალოდ ბიბლია. მოგიდა რო არ გამოგივიდეს ანუ ზომბს. ზომბთან, ანუ რა ვიცი, ანუ არ მინდა ისე გამომივიდეს, მაგრამ ლოცვით რას უშვები მაგ ანუ ზომბს. სწორად ხო გაიგე, დემონებზე არაა, ზომბებზეა. ზომბებზია საუბარი. ხო, მე? და რა შვები მაგ ბიბლიით? ანუ ლოცულობ. რო არ დამაგნე. რა მაინტერესა? ბიბლიაში ლოცვები არ წერია, რას ლოცულობ? მგონი არ ღირს გამაკლება. მიშა დანებდა მაშინ, აზრი არა აქვს, აი პირდაპირ დანებდა ეს მარტივი იმპოსტერული ის იყო, სტრაფი ფეილი. მოდი კოსტა ჩვენ ცოტა პატარა ვილაპარაკოთ, კარგი? მოდი. იარაღი ძალიან ცუდი პასუხია, მოდი გეტყვი. იმიტომ ტყვევი რომ დაგიმთავრდება საჯანდაბაში მიდიხარ. მაგის გარდა ხმაურს იწვევს. და მაგის გარდა ხმაურს იწვევს. კარგი ბატონო. კატანა იდეალურია და ვინც იცის, დამეთანხმება ყველა კატანა. იდეალური რაღაცაა კატანა, კი. მაგრამ ნახე, ტყვიების სანამ დამიმთავრდება, ბევრად უფრო დაწულად ვარ. იმიტომ რომ შორიდან ვყავ. და შენ ყველა შემთხვევაში ახლოს უნდა მოუშვი. ნუ მოკლედ კატანა ვინც არის იცი ძალიან მაგარი იარაღია, იმიტომ რომ იარაღი რა, ცივი იარაღია, იმიტომ რომ სხეულში არ იჭედება, ანუ მაჩეტეს რო ჩაარტყამ ზომბს, რატო ვიცი ახლა, ანუ კითხოთ ბევრი მიფიქრია ბავშვობაში. ზომბს რო ჩაარტყამ მაჩეტეს, შეიძლება ამოტანა გაგიჭირდეს და კატანა არის ბასრი, ანუ გადის პირდაპირ. ამიტომაც 3 2 1 მიშა. მიშა, შენი კითხვა რა იყო? დღეს რომ წარღვნა იწყებოდეს და ნოეს კიდობანში ადიოდე, რა ნიფს წაიღებდი? კარგი ბოლო რაუნდი. კოჭებს დაგიხვეთ და ხელის გულზე გატარებ ბუს. ბევრი ფული მაქვს. მე შენ მიყვარხარ. კითხვა რა იყო? ყველაზე რომანტიკული რამ, რაც შეიძლება გოგოს უთხრა. კი ბატონო. მოდი ახლა მე. ანუ ეხა ხოხუტებით ეხა ეს რატო დავწერე. ოცე რომანტიკული არ არის. აი ეს ხო რომანტიკული არის, კოჭებს დაგიხრეტო, მე გადავედი. ერთი ბოდიში და ხელის გულზე გატარებ ბუს. ბუს რა გა. ანუ ბუსუსუნას კათვარია. ინგლისურად თუ რა? როგორ? ბუს რა არის? არა, ბუსუსუნა არის ეგეთი მიბაძა. ოფერებითი ფორმა ყოფილა. და ბუსუსუნა შემოკლებით ბუს. აუ მე ესო დავწერე, უკვე ვიცოდი რომ ჩამქოლავენ და სახლში ჩამქოლავენ და ყველგან ჩამქოლავენ ამის გამო ეს იყო სულად ხუმრობა, იუმორი მედია მიხვდით. ანუ მე მაწყობს კოსტა იყოს იმპოსტერი და კოსტა მოიგოს. იმიტომ მაწყობს რომ მე მაწყობს რომ მე და მიშა დავუმარცხდეთ. იმიტომ რომ -4 -3 -5 -4 ანუ
ბოლო მინუსები მოგვემატება რა. გავიგე. ეხლა მე მოიცა. მე ვაგებ, ანუ მე ანუ ამ რაუნდში მე და მიშა დავმარცხეთ მაწყობსო, იმიტომ რომ ბოლო საბოლოო ჯამში მიშა აგებს. ხო, მე თუ ვერ ვიგებ, მირჩენია მე და შენ დავმარცხდეთ. აქედან გამომდინარე, მე შენ თუ მომცემ ხმას და კოსტა იქნება იმპოსტერი, მაწყობს. ამიტომ მე მგონი ეხა შესრულებას ფსიქოლოგიური ის გაგვიკეთა რაღაც გაგვიჩალიჩა. ჭადრაკის პრინციპს იყენებს და რამოდენიმე თვლით წინასწარ მოკლედ 3 2 1 გიორგი არ ვიყავ მე ვინ იყო შენ იყავი შენ იყავი yes კოსტა და ჩემი კითხვა იყო ყველაზე კრინჯი რამ რაც შეგიძლია გოგოს უთხრა და აი ამას ვინც ეუბნებით აღარ გავაგრძელებ. ესეც არ უთხრათ, მაგარი გოიმობა, პირდაპირ თქვი პროსავიხუმრე. კოჩაკოსთან ძალიან გამიხარდა რომ მოიგე, იმიტომ რომ მე გადავრჩი იმ დავალების შესრულებას. მიშამ წააგო, მიშა იქნება ის ადამიანი, ვინც იმ ჩათლახობაში ასრულებს. ხო, თან დაგვიწერეთ კომენტარებში რა გააკეთოს. ახლა კი ჩაირთვება ის ვიდეო, სადაც კოსტა იმ დავალებას ასრულებს, რაც წააგო. 3 2 1. თქვენ გამოიწერეთ მამამდე. 3 2 1. და ზარზგილა კი მონიშნეთ. 3 2 1. მოკლედ ვიწყებთ სასჯელის გაკეთებას. დღეს ბოლოს არია, უკან ხმაურია, ბავშვები მხიარულობენ, სკოლის დამთავრება უხარია და ვილოცავთ. ჩვენ კი აქ სასჯელი უნდა შევასრულოთ, სადაც თქვენი კომენტარები ამოწერეთ, უმაგრესი კომენტარებია. ჯერ უნდა ავარჩიოთ აბა. ხო, ჯერ უნდა ავარჩიოთ. ავარჩიოთ რა? შემთხვევითობის პრინციპით კოსტა ამოიტანს, მაგრამ მოდი ჯერ წავიკითხავ. მიდი. ფავორიტებს. გას მიპირებენ ნახოთ აბა. ქუჩაში გოგო გააჩეროს და ჩემს ძმას შენს წერდიო კითხოს. ძალიან კარგი არის. ეს აბაროც იღებს ვიღაცა. უეჭველი. თმა გადაინერგოსო? ძმაო, დამაფინანსე და ბაზარი არა. იდეა ძალიან პრობლემა არ მაქვს. იდეა ძალიან მოგწონს, მაგრამ ნახოთ. ვიღაცა უკან საკაიფო დაგაზავებს. აუ, ვიღაცის ძრავი აფეთქ და უსმინეთ. კარგია, ჩვენც კი ლოცავთ სკოლის დამთავრებას. მშობლებს უთხრას, რომ თმა გადაინერგა და სულ მალე მწვანე თმები ექნება. არა, ამ მშობლების ნერვულ სისტემას უფრთხილდები. ისე მოგიხდებოდა მწვანე. მწვანეთი ძალიან. არა მგონი, მაგრამ საფრანგეთში წავიდეს და დაიყვიროს საქართველოს გაუმარჯოსო. ეგ მგონი სასჯელიც არ არის. სრულად უთხოვოს, რომ გადაუგოს ვიდეო და შემდეგ ისე ილაპარაკოს, ვითომ ბოლოს იტყვებია რა. აუ, ეს ან პიზდეცი იქნებ, წარმოგიდგენთ, ანუ რეაქცია მაინტერესებს ვიღაცის. ხუთ გაჭირებულთა მივიდეს, კითხოს რა უნდა და მიუტანოს ის, რასაც ეთქვია. აი, ესეც კაია, მაგრამ ესეც არ არის სასჯელი. სასჯელიც არ არის, ხო, კაი საქციელი არის. აი ის არის. დავაფასოთ, კაი გამომწერები ყავს, ხო, ჩაღმეგობრებ. მშობლებს დაურეკოს და უთხრას, რომ გოგო დაორსულეო. აი, ეს ან სიმართლე თქვას? რა სიმართლე თქვას გიჟი ხო აქ. მოკლედ, ახლა რა შევით? კოსტა, აქედან ამოიგებს შემთხვევითობის პრინციპით. უბრალოდ თმის გადანერგვას და იმას. და პარიზში წასვლას ალბათ ვერ მოვახერხებ, მაგრამ ამიტომაც ამოვიგებთ ამორს. მოკლედ, კოსტამ აქედან უნდა არჩიოს შემთხვევითობის პრინციპით ისე რომ ვერ ხედავს. კოსტა მოკლედ ახლა უყურე, აქ მაქვს ეს. შენ ვერ ხედავ წარწერებს. ცოტა გადავაადგილებ რაღაცეებს. აი, ასე დავიჭერ. მაინც ავრიოთ. ვაჰ. და მიდი ამოიტანე. აუ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამის საშინელებას არ ამოვიდა. აბა რა არის მითხარი, ბაჭე. წამაკიშე ხო? სრულად უცხოს ხოლოს რომ გადაუღოს ვიდეო და შემდეგ ისე ილაპარაკოს, ვითომ სუიციდს აპირებს. საშინელებაა, მაგრამ საინტერესო იქნება რეაქცია უცხო ადამიანის. აი, ვიღაცა ყავს მოსაძებნი ესე იგი. უკაცრავად. მეგობარ, შეგიძლია რომ ვიდეო გადამიღო, რაღაც პროსტო მჭირდება და. რა პრობლემა. კაი, გამომართვი. აი ვიდეო და ჩავხტავს და პროსტო ვიბაზრებ რაღაცებს რა. ესე გირჩევნია თუ ამოვატრიალო. არა, ესე დაიჭირე, ანუ ამოატრიალა. მოკლედ მივიდა კოსტა. მე აქ ტყეში ბუჩქებში ვიმალები. იგებ ხო? კი. კარგი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემთვის ალბათ ბოლო ვიდეო. ვერ მოგიყვებით ყველაფერს რა მოხდა, მაგრამ მინდა იცოდეთ, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, რომ ყველაფერს დავნაშავე იდეაში გიორგი ნაჭყებია. მანდრეინი და რა ვიცი, ალბათ ამ ვიდეოს თუ უყურებთ, სავარაუდოდ მე უკვე ამ სამყაროს ნაწილი აღარ ვარ. ამ ვიდეოს ჩაწერა მაიძულა გიორგი ნაჭყებიამო. ანუ მე ვიღაც თუ დამადგა, იცოდეთ რომ რატო დამადგა. ამ ვიდეოს თუ უყურებთ, სავარაუდოდ მე ამ სამყაროს ნაწილი უკვე აღარ ვარ და ამ ვიდეოთი პირველ რიგში მინდა რომ ჩემს მეგობრებს, ჩემს მშობლებს დავემშვიდობო და მადლობა გადაუხადო ყველაფრისთვის, რაც ცხოვრების განმავლობაში. მე ხუმრები? არ გეხუმრები, მაგრამ ნუ კაი, ანუ და არ მიაქციო რა ყურადღება რა ვზბაზრო, პროსტ დაიკიდე რა გადამიღე. ვიდეო მინდა ჩისტა რა. მეტი არაფერი. გადავიკიდო რა ზბაზრო, და ამ სამყაროს ანუ
ფრენკია. თქვენ კი გამოგვიწერეთ, ჩვენ კი ვეცდებით რომ გამოვსწორდეთ ამ კუთხით, იმიტომ რომ ძალიან რთული ყოფილა. აი, ოთახში ჯდომა ბევრად მარტივი არის, ვიდრე აი გამოდი, ვიღაც გააჩერე, რაღაც ფრენკი გადაიგე. ანუ ტელეფონის მოცემა რა შუაში რაღაც მითხარი რა ხდება. არაფერი ძმაო, გადაღება. არა, ძმაო, დაიკიდე. არის ერთი რა არის, ანუ კაროჩ დაიკიდე რა ტელეფონი მომე, მადლობა რომ შემოძმაო, დახმარება გჭირდება. არა ძმაო, არა მართლა დახმარება არ მჭირდება არანაირი. მიშას რეაქციები, იმიტომ არ ჩანს რომ მიშა არის ის ადამიანი, ვინც კოსტას უღებს ეხლა რა. ჯერჯერობით მარტო არაფერი ძმაო მესმის. ისე ხმა ცოტა ცუდა ჩემოდის, თან ქარი არის. მოკლედ ვიდეოს ვიღებთ, ჩემო ძმაო, იქიდან გიღებენ და მოკლედ მადლობა რომ გადამიღრა და არაფერი ისეთი არაა და მოკლედ პირველი საჯელი შესულდა. კოსტა, შენ უნდა თქვა, ჩვენ ვერ ვთქვით არაფერს. შენ უნდა თქვა, რა შეგრძნება იქ? ძალიან უცნაური იყო, მაგრამ ერთი პირობა ვიფიქრე, რომ ძალიან განიცადა ადამიანმა, იმიტომ რომ ძალიან დასერიოზულდა, მაგრამ რაღაც პონჩი მაინც ფიქრობდა, რომ ფრენკიაო, იმიტომ მართლა დაუჯერებელია ეხლა რომ ვიღაცა აპირებს ბოლოს სიტყვების თქმას და უცხოს თხოვს რომ ტელეფონი გადაუღოს, მაგრამ თან ანერვიულდა და ვიღაცა ჯიგარი ბიჭი შემხვდა ძალიან. დახმარება ჩემომთავაზა, იღელვა კიდევაც და ნუ ბოლოს მომიწია თქმა რომ ფრენკი იყო და ვეხუმრებოდით, თორე ნერვიულობა კი არა, მე რაც მესმოდა იმაზე იყო, რომ აი ბიჭ რა ხდება და მოდი. ხო, არა, დახმარების და ანუ დახმარებასაც აპირებდა იდეაში, ხო, მაგრამ კიდეც არ დაიჯერა მგონი. ხო რა. ანუ მეც არ დაიჯერეთ, ანუ მართლა უცნაურია ვიღაც ტიპი ტელეფონს გაწვლის და ბოლოს სიტყვები უნდა ვთქვა გადამიღე, ანუ ცოტა ისეთია რა. ხო, თუმცა მე მგონი ცუდი არისო რა. ცუდი არისო. დაი ხალხი ვართ ქართველები, ეგრევე დახმარებაზე წავიდა ტიპი, რამდენადაც დაუშვა რომ მართალი შეიძლებოდა ყოფილიყო დახმარებას თავაზობდა. ასე რომ შემოძმაო ამ ვიდეოს თუ უყურებ, კიდე ერთხელ მოდის გიხდი რომ განერვიულე და მადლობა რომ გადაგვიღე. ხო, გამოჩენა არის უბრალოდ ვიდეოში, ამიტომ ხო, ისე ხუდიძე ხურა, მაგრამ რაღაც მომენტში მე მგონი კალში ჩანდა, ხო არ ვიცი. ხო და ნუ მოკლედ ბოლოს რომ დავილაპარაკეთ და უთხარი რომ ვიდეოს ვიღებთ ხო და დაიდება მეთქი, ჯობია რომ არ გამომაჩინო მთხოვა და ასე რომ თქვენ კი გამოგვიწერეთ, არ ვიცი როგორ გამოვიდა, მართლა არ ვიცი. კარგი გამოვიდა ძალიან. იმედია და ყველა ვიდეოს ბოლოში ასეთი საჯელი იქნება, იმედია მოგეწონებათ. ვიდეოს აღზრდობას კი ცოტათი უკვე გაიზრდება და ეს არის და ეს. აი, გვიცნეს. უკვე გვიცნეს, აი ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მაგნიტური. თქვენ კომენტარებში დაგვიწერეთ შემდეგი მე ვარ, სხვადასხვა. შემდეგი შენ ხარ კი. მე რა უნდა გავაკეთო შემდეგ საჯელში. იმედია რომ ისეთი იქნება, აი, უფრო რთული იქნება ვიდრე კოსტას. და ხო ხედავთ როგორ ვინდომებთ, ამიტომ გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ და ზარის ღილაკი გააქტიურეთ. რო არ გამოგჩეთ ჩვენი შემდეგი ვიდეოები.